Balon kişen maşkena Corazon რა ბატონო ალფონსო აღარ შეგიძლიათ ცუდად ახართ ღირსი ხართ აბა ის კარგი იყო ხელფას რომ არ მიმატებდით პასტას რომ სპეციალურად დამიგდებდით ძირს და დაიხარე და მომაწოდეო მეუბნებოდით კარგი იყო ღირსი ხართ ეხლა ვიცი რომ ყველაფერი გესმით ყველაფერს ხედავთ მაგრამ ვერ ლაპარაკობთ და ძალიანაც კარგი Corazon ჩემი საფულესაც წავიდა მაგიდაზეა კაცი საფულე ჩანთიდან რო ამოვიღე მერე სად დავდე სად წავიღე მაგიდაზეა მეთქი ვაიმე ის საფულე რო დავკარგო ფული მიდევს შიგნით კაცო სად არის ხომ გითხარი მაგიდაზეა მეთქი ხო მაგრამ რომელ მაგიდაზეა კაცო აი ჩემი საფულეც ვიპოვე ეს ალბათ ექიმია მე რომ დაურეკე მობრძანდით გამარჯობა ბატონი ალფონსო შეუძლოდ არის 2 კვირა არაფერი არ უჭამია დავბრძანდით 2 კვირა არაფერი უჭამია ალბათ უმადობის ბრალია არა, იცით, ამ 2 კვირის მანძილზე სულ მავიწყდებოდა საჭმლის მიტანა. შეიძლება მაგის ბრალია. შეიძლება. ხო, კარგით, სხვა მოდით პულს ნახავ. ღმერთო ჩემო. რა მოუწია? ძალიან აჩქარებულია, რისი ბრალი უნდა იყოს? ბატონო ექიმო. დიახ. მე მგონი ცოლმა მოწამლა. ცოლმა? კი. ცოლმა მოწამლა? ცოლმა. კი, მაგრამ მე არ მჯერა ამის, იმიტომ რომ მისი ცოლი ისეთი კდება მოსილი კეთილშობილი ადამიანია, რომ ქალბატონის სოკო ამას არ იზავდა. ხო, მაგრამ თქვენ არ იცით ქალბატონის სოკო რა შხამიანია. კარგი. რა ვქნათ არ ვიცი. ნუ რა შეიძლება, ესე იგი. წამლები დაუნიშნე. დიახ, აუცილებლად წამლები. ეხლავე. აი ეს. კი ბატონო. ეს გულისთვის. მაგრამ მარტო ეგ არ უშველის. მარტო მოდით აი ეს. ხო, ეს რისია? ეს თირკმელის. თირკმელს ჭირდება ხო? დიახ, იმიტომ რომ აი ფული უნდა მოგცეთ ამისაც. კი, აუცილებლად უნდა მოგცეთ. ხმერთო ჩემო მარტო ეგ რა საკმარისი ესეც აიღეთ. ეს რა იყოს აიღეთ. აი დიახ. მთავარია ფული მომესწრაფე. ეს იგივე, ოღონდ 2 ცალი იგივე 2 ცალი. და 2 ცალი შესაბამისად. 2 ცალი შესაბამისად. ალბათ. დიახ. დიახ. ესე. და რა ვიცი. სამაგერად ეს პასტა საჩუქრად თქვენ. ეს ხო. დიდი მადლობა. მადლობა. ვასა, ბატონო ექიმო, აი ამ წამლებმა თუ არ უშველა, მე რა ვუყოთ? მე თქვენ ახლა ისეთი მედიკამენტები მოგეცით, რომ მაგ მედიკამენტებმა თუ არ უშველა, მაგან თუ არ უშველა, პანჯარა გამოვაღეთ, რომ იქნებ ცივი, ეს უფთაჰაერი, ეს სიამოვნებაა. ეს ალბათ უფროსი. ალფონსოს უფროსი ვაჟიშვილი ხუანი იქნება. რა ხდება? მამა ჩემი როგორ არის? მამა თქვენს ბატონ ალფონსოს 2 კვირა არ უჭამია, არც დაულევია, ვერც ინძრევა და ვერც ლაპარაკობს. თქვენ რას მეტყვით, ექიმო? მე გეტყვით, რომ როგორც ახლა გამოკვლევებაა ჩვენა, 2 კვირა არც უჭამია, არც დაულევია, ვერც ინძრევა და ვერც ლაპარაკობს. ხუან, სენიორ ხუან. მარტო მოხვედით? არა, როგორ გეკადრებათ მე და ჩემი და ლაურა ორივე ერთად გამოვარდით ეს ამბავი რომ გავიგეთ რომ მამაც უნდათ არის. ეხმერთო ჩემო ლაურა ისია შეცვლილი ვერც იცნობ ნერვიულობისგან ისე შეიცვალა. ლაურა სადა ხარ? რა ხდება? მამა ჩემი როგორ არის? ეს ლაურა? მამა როგორ ხარ?
ორი კვირა არ უჭამია, არ დაულებია, ვერც ინძრევა და ვერც ლაპარაკობს. თუ შეიძლება ერთი წუთით აქეთ გამოვბძანთ, თუ შეიძლება საქმე დაბძანდით, არა მართლაც რაშია საქმე რომ ვიცოდეთ. არაფერი ახლა ისეთი არაფერი. სერიოზული რამე ხარ? არა, ისეთი არაფერი. უბრალოდ გულის დამამშვიდებლებს მიცემთ და ყველაფერი გადაგვიწყდება. ეს ერთი წუთით და ის ექიმო გულის დამამშვიდებლებს რომ მივცემთ, ახლა იქ თირკმელი იქნება ჩათრეული იმაში, უკვე ღვიძლი იქნება ჩათრეული, რა თქმა უნდა და შეიძლება ცოტა გართულდეს, მაგრამ თქვენ მაინც საწყალი წნევებიც აწუხებ და მახსოვს მამაჩემს. წნევები, რა თქმა უნდა, წნევები ძალიან აწუხებს, მაგრამ სერიოზული ისეთი არაფერი. ბატონო ექიმო იქნება ცოტა თუმცა უფრო ძალიან გართულდა ამ ბოლო ხანებში ძალიან გართულდა. ძალიან გართულდა, მაგრამ ალბათ მაინც სტაბილური სიტუაცია, მაინც ალბათ გადავარჩენ და სისხლის ანალიზი რაღაც როგორია? სადღაც სისხლი, სადღაც აღარ არის არაფერი და ხვალდილამდე თუ მიატარს რა ვიცი აბა რა ვიცი ახლა დიდი მადლობა ექიმო არაფერს კაცო გაგახარათ კარგად იყავით და დიდი მადლობა აიც კარგად იყავით მადლობთ ექიმო, მადლობთ. ლაურა ხომ გაიგონე რა თქვა? რაო? ესე იგი ფაქტურად ქონება ჩვენია. უნდა გავინაწილოთ. მომისმინე ერთი არა, მომისმინე მე უფრო ზვერა ეს მაგი და ჩემია. ეს მაგი და შენია? დიახ. მაშინ მეორე მაგი და მეორე ჩემი არის. კარგი, ეს მდივანი ჩემია. ეს დივანი თუ შენია? ეგ ტახტი ჩემია. კი ბატონო, კარგი. მაშინ ეს ტელევიზორი მე ჩემია. ტელევიზორი შენ? ეს კედელი მე. მაშინ ეს კედელი მე. ეს საათი? საათი მე მაშინ, საათი. რატო შენ? გავყოთ. გავყოთ? რომელი საათია? 3-ია. 3, მაშინ 2 მე, 1 შენ. 2 მე, 1 შენ. მე უბრალოდ ვარ. დიახ. აი მამაჩემს. ერთი წუთით ოი მამიკო. მოგძანდით. მოგძანდით. უკაცრავ, ქონებას აქ იყოფენ? ქონებაზე აქ თქვენ ვიბრძანდებით. აქ ვიდგები მე. და რატო იდგებით? ვინ ახართ თქვენ? ბრაგნებად ვინ ახართ? მე დამიტოვა ეს ქონება გენაცვალე. თქვენ როგორ დაგიტოვეთ? არა, მე დამიტოვა ქონება ბატონმა ალფონსომ. დამიტოვა მე ქონება. ანდერჩი დაწერა. ანდერჩი დაუწერია გუშინ რომ ქონებას მე მიტოვა. როგორ დაწერდა? ვერ წერს. დიახ, ვერ წერს. მომიყვა. მოვიდა ჩემთან სახლში და მომიყვა რომ ვერ დადის კაცი. მეზობელთან ვიყავი. გადასული და მოვიდა. ვერ ლაპარაკობს. მანქანა მყავდა გასარეცხი და გავედი 2 წუთით. ის მსხალი რა ღირსიცით? მე მიტოვებს არ ჭამს მამაჩემი მსხალს არ ჭამს. გეტყვით ეხლავე, დიახ, სწორია. გადასული არის იქეთ მეორე მხარეს ის. ვერაფერი მეც მაგას რაღაცას იცრუობ თქვენ. რაღაცას იგონებს გვატყუებს. წყალი მოვიდა. წყალი მოვიდა? რა წყალი მოვიდა? წყალი სულ მოდი ჩვენთან. გავალ რამე უკეთეს მოვიფიქრებ, დავხვეწავ ამ ჩემს ვერსიას, ეხლავე შემოვალ. თქვენ გავიგდებით. მამიკო, მამა. აი, როგორი გამოხედვა აქ. აშკარად თვალებით მეუბნება რომ შენ გიტოვებო. მთელ ქონებასო აშკარად შეხედეთ. პასტარა ფურცელი სად არის? ჩქარე პასტარა ფურცელი. აი მამიკო, ხელზე დამიწერე. არა უშეს ფურცელი თუ არ და ხელზე დამიწერე. ხო მომიტოვებ მამიკო. აი, მოდი გეხვეწები. ხელში აიღე პასტარა. აი, ჩემო ლაურა, ხო ხედავ, შენ კი არა მე მიტოვებს, მამა ქონებას უფროსი შვილი მე ვარ. მამა, ხო მე მიტოვებ ქონებას. მე მიტოვებ. მამა, მე დამიტოვებ. მამა. მე მიტოვებ ქონებას. ალბათ ალფონსოს შვილიშვილია გონსალო. საყვარელი შვილიშვილი. აი გონსალო. შემოვედით უკვე განეთავარისებ. შემოხვედი. ხო, ბაბუა არის ცუდად? რა დაემართა გავგიშდი პირდაპირ რომ გავიგებ. ცუდად არის. ცუდად არის? კი. ღმერთო. ой. გონსალო. მოგვედინენა. გადით ახლა და დამტიეთ ამ ჩემ შვილიშვილთან მარტო. მერტო ჩემო ლაპარაკო მინდა.
სიცხიან და ბოდავს როგორც ეთქვა. უეჭველი ბოდავს. კაცო, გადით და დამტიეთ მეთქი რომ გითხარით. კაი, გავედით. კარგით, გადით, გაბრძანეთ. მამა არ აჩქარდე. ბაბუა ფერმაში ვიყავი, ყველაფერი რომ მითხეს საშხაფეში ცხენებს ვაბანავებდი და პირდაპირ საფრინიანები დავტოვებდი და გამოვიქეცი. გონსალო, დიახ, ბაბუა. ერთი ტელევიზორი ჩამირთე შვილო. მაინტერესებს ამ სერიაში გვტები თუ არა ბოლოს და ბოლოს. ჩართე დროზე გონსალო. დიახ, რა გაინტერესებს, რა უნდა მოხდეს? რატომ ამ სერიაში ახლა მე ხელში ამოვიდა ეს სერიალები, ხელში ამოვიდა პირდაპირ. მე აღარ შემიძლია ამდენის მოთმენა. ძალიან უგუნურად იქცევი, ბაბუა, ძალიან და ძალიან უგუნურად იქცევიან ისინიც. ძალიან ცუდად გექცევიან. მე არ ვიცი, მე ესე მოთმენა და ესე ცხოვრება მეტი აღარ შემიძლია. ძალიან მუხტალია ეს წუთის სოფელი. ძალიან მუხტალია. ჩავფიქსდები, მაგრამ რა. Pașcă te bătrâși că pașe Pașcă treci o pardon și o petra Pușcă te și o trece გონსალო, შვილო, ხო ბაბუა. შენ ხომ იცი რომ ჩემი ყველაზე საყვარელი შვილი ხარ. ხო ბაბუა. ამიტომ მე რაც გამაბადია, ხო ბაბუა. რაც გამაჩნია ხო ბაბუა. და რაც მაქვს ამ ქვეყანაზე ყველაფერი შენთვის მინდა შვილო. თელს ჩემს ქონებას მხოლოდ და მხოლოდ შენს გიტო. ბაბუა ნუ და აჰა. ეს მე ბაბუა. ხო. ბაბუა ძალიან დიდი მადლობა ბაბუა. ძალიან დიდი მადლობა. მარიანა ეს ის არ არის, რასაც შენ ფიქრობ. მარიანა. მარიანა. 1292 სერიის დასასრული.